Ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით ჩვენ გადაცემის შემდეგი ეპიზოდიდან, სადაც ჩვენ განვიხილავთ ხოლმე ყველაზე ხმაურიან მოვლენებს ირანიდან. სალამ ალეიქუმ. ასევე ისრაელიდან. შალომ. განვიხილოთ, რა მდგომარეობაშია მსოფლიო, რა შეიცვალა ამ ერთ დღეში გუშინდელი ვიდეოს შემდეგ და როგორ მიმდინარეობს ზოგადად მოვლენები. მე მინდა ქართული საინფორმაციო წყარო გამოვიყენო. აი მაგალითად შევიდეთ, არ ვიცი, პირველი TV, ხომ? კარგი სახელი აქვს, ალბათ, პირველები გაგვაგებინებენ ყველაზე მნიშვნელოვან ცნობებს. რომ გადავხედოთ, რას გვეტყვიან. გამარჯობა, ეს TV-ია, უყურებთ ახალ ამბებს. სამზე მე მარიამ გაფრინდაშვილი ვარ, ოპოზიციის ნაწილი ახალ გაერთიანებას ქმნის ერთიანი თამაშის წესების შესახებ შეთანხმებას ხდება. ოპოზიცია ახალ გაერთიანებას ქმნის. ეს ირანის ოპოზიცია თუ ისრაელის, თუ ამერიკის. დღეს მოეწერება, მაგრამ ვიდრე ოფიციალურად იტყვიან პირველებისთვის რამდენიმე დეტალი ხდება ცნობილი. პირველებისთვის რამდენიმე დეტალი ხდება ცნობილი. ალბათ ეს ამ მესამე მსოფლიო ომზე, ხომ? იმიტომ რომ 15 ქვეყანაა უკვე ომში ჩართული, ყველაზე მძლავრი შეიარაღების მქონეები და გაერთიანებას ემხრობიან ახლები, ნაციონალური მოძრაობა, დროა, გირჩი, ფედერალისტები და თავისუფლების მოედანი. დროა, გირჩი, ფედერალისტები, ნაცები და თავისუფლების მოედანი გაერთიანდნენ. რომ მოაგვარონ ირანის და ამერიკის კონფლიქტი? მარიამ, რა ხდება მსოფლიოში? სამ ეტაპზე ამბობენ ლელო გახარიას გუნდი და ანა დოლიძის ხალხი. ლელო გახარიას გუნდი და ანა დოლიძის ხალხი ამბობს უარს ოპოზიციურ გაერთიანებაში შესვლაზე. მოკლედ, ისევ ჩვენით მოგვიწევს სიახლეების მოძიება ამ ომზე. რა ხდება ირანში, რა ხდება ისრაელში, რა ხდება ახლო აღმოსავლეთში და რა ხდება ამერიკაში. ირანი კი არა, ისრაელი და ამერიკა ისევ ბომბავენ ირანს. გაჩვენებთ რამოდენიმე ვიდეოს. ანუ რეალურად ნადგურდება ძალიან დიდი მასშტაბის ტერიტორიები, შენობა ნაგებობები, ქალაქები. სახუმარო ომი არ არის, მეგობრებო, ნამდვილად. ჩემი აზრით მესამე მსოფლიო ომია, თუ ირანი დროულად არ დანებდა და ყველაფერი შეახალა და შეაყარა, რაც აქვთ შეიარაღება. ამერიკის ერთ-ერთი გამანადგურებელი თვითმფრინავის ჩამოაგდეს და პილოტი გადარჩა საბედნიეროდ, ასე რომ ნახოთ ეს ვიდეო. წევს და მომკალით, რატო არ მოუკვდი? My friend, 1 minute. Buy this bracelet, $5. For you, $3. $3 for you only. Best price, my friend price. არა, კაი ხალხია, რა თქმა უნდა. ქუვეითში ჩამოვარდა ამერიკელი პილოტი და ქუვეითელები დაეხმარნენ მას, გადაარჩინეს. კარგი, მე მინდა გადავიდეთ ახლა შემდეგ ნიუსებზე, რომელიც რეალურად ძალიან სევდიანია და ზედმეტად გულჩულმა ადამიანებმა შეგიძლიათ გათიშოთ. ჯერ ჩემი გუშინდელი ვიდეოდან გაჩვენებთ ერთ მონაკვეთს. რა თქმა უნდა, ესე არ მოსულა, საერთაშორისო კანონების გათვალისწინებით, რომ ტიპს ოჯახი დაუბომბო და ამოუწყვიტო მთელი ოჯახი. იქნებ ბავშვი იყო, ხო? და რა თქმა უნდა, ბავშვებიც იქნებოდნენ, ეხლა სახლში ეყოლებოდა ვიღაცა ან შვილი ან შვილთა შვილები, 86 წლის კაცი იყო. მიშა, გენიოსი ხარ. მადლობა, მიშა. შენც გენიოსი ხარ. მოკლედ, გუშინ ხო გითხარით, რომ რა თქმა უნდა ბავშვებსაც დახოცავდნენ თქო, ხო? ამ ბომბების ესე პროსტაზე ჩამოყრეთ. იმიტომ რომ ერთ დღეში 900 ბომბს რო ჩამოაგდებ ქვეყანაში, რა თქმა უნდა და კონკრეტულად მინდა სიტყვებს გავამახვილო ყურადღება, რომ ან შვილი ან შვილთაშვილი თქო და აგერ მინდა გაჩვენოთ ეს სიახლე.
14 თვის ბავშვი აიათოლას შვილიშვილიც მოკლეს ამ დაბომბვის შედეგად. აი ეს საწყალი ბავშვიც მოყვა იმ ნანგრევებში და იმ დაბომბვის არეალში, რაც განახორციელეს გუშინ ისრაელმა და ამერიკამ. მე თავიდანვე გეუბნებოდით, რომ დიახ, ეს მოხდებოდა, თავიდანვე რა გუშინ გითხარით, რომ რა თქმა უნდა ესეც მოხდებოდა, იმიტომ რომ ეს არის ომის რეალობა, მეგობრებო. არ ხდება ისე, რომ დასავლური მედია აცხადებს, რომ აი მხოლოდ ცუდი ხალხი დაუხოცეთ, აი არც ერთი ბავშვი, არც ერთი ქალი, არც ერთი უდანაშ. ეს ხო სრული სისულელე იყო. რა თქმა უნდა, ვიცოდი რომ ესე მოხდებოდა და გამოვიდა კიდევაც სიახლეები დღეს, რომ ეს დადასტურდა ჩემი წინასწარ მეტყველებები. შემდეგ ეს გახლდათ ერთი ბავშვი, უბრალოდ შვილიშვილი რადგან ვახსენე, რეალურად შვილიშვილი მოუკლეს. შემდეგი ირანში დაიბომბა primary school, არ ვიცი, მე მგონი დაწყებითი სკოლაა. მოკლედ გოგოების დაწყებითი სკოლა დაიბომბა ირანში. რამაც მოკლა 150-მდე ბავშვი და დაახლოებით 100 დაშავდა. ამას ავრცელებს მეგობრებო გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და რა ვიცი ხა UNESCO გმობსო და UNESCO-ში არ მგონია ხა ირანელი პროპაგანდისტები მუშაობდნენ, ხო? უბრალოდ მინდა გაჩვენოთ რა არის ომი რეალურად და რომ ესეთი რაღაცეები არის აბსოლუტურად მოსალოდნელი. დიახ, ბავშვები დაიხოცებიან, დიახ, ქალები დაიხოცებიან, დიახ, უდანაშაულო ადამიანები დაიხოცებიან. ამ სიახლის გათვალისწინებით მინდა გადავიდე ერთ-ერთ პოსტზე, რომელიც მთავარმა არხმა გამოაქვეყნა და გაჩვენოთ ეს როგორ აღნიშნავენ ქართველები საქართველოში. ირანში დაბომბვის შედეგად 150-მდე ბავშვი დაიღუპა. ქართველი ლიბერალები. გასცი გარმოს, გარმოს, გარმოს! დაუკარი დაირა, გადახტი და ათამაშე თიკუნა და ნაირა. აი ეს არის ამათი რეალური სახე, მეგობრებო. ანუ ხო გახსოვთ რეალურად ჩემ წინააღმდეგ რა ისინი აქვთ, ხო? აი მაგალითად ვადო მაჭავარიანს რომ ვაკრიტიკებ ხოლმე ჩვენ საქართველოს მომავალ ახალგაზრდა პოლიტიკოს. რომ ვიძახი, რომ ფარისევლები არიან ყველა, ჩემ წინააღმდეგ რა აქვთ, რომ ამ დამპალს რატომ უნდა გავცე პასუხი, ეს გარდაცვლილებზე იცი როგორ თავისუფლად საუბრობს? კი, თავისუფლად საუბრობ, რადგან შეგუებული ვარ რეალობას, რომ დიახ, ადამიანები კვდებიან. და გუშინაც გითხარით, რომ აი უეჭველი ამ დაბომბვის შედეგად დაიღუპებოდნენ ბავშვები თქო. იმას ნიშნავს, რომ მიხარია და ბედნიერი ვარ. არა, უბრალოდ თავს არ გაჩვენებთ, რომ აი ტირი და როგორ განვიცდი? არა, არ განვიცდი, მეგობრებო, რადგან 5000 კილომეტრით მოშორებით ხდება ჩემგან და არ მოდის ჩემ გულთან. თქვენთან თუ მოდის, კი ბატონო, ჩემზე უკეთესი ადამიანები ხართ ალბათ. რა ვიცი, რა უყო, მაგრამ ესენი გაჩვენებენ თავს, რომ ჩვენ ყველა ადამიანი გვიყვარს, ყველასთვის თანასწორობა გვინდა. ოღონდ კოცი არ იყოს მთავარია. თორე ვიღაცა ახალგაზრდა რო კვდება ხოლმე კოცი, რავი, კი წევლიან მთელ მაგის ოჯახს, კი უსურვებენ ჯოჯოხეთში მოხვედრას, კი უსურვებენ რომ ხო და მთელი შენი სანათესაოც გამოყვეს უკან შედამპალო. კი აგინებენ გარდაცვლილს დედას. ვინაა რეალურად აი უსულო და დამპალი სულის მქონე წარმონაქმნი? ეს ხო ნელ-ნელა ირკვევა, რომ აბსოლუტურად კაცთა მოძულე ფარისეველი ხალხი არიან. მალე ისიც რო გაირკვევა, რომ ამ ყველაფერში ფულს იღებენ, მერე იმედია, მერე მოხვალთ ჩემთან. აი ეს დამიდგებით, მიშაო გვაპატიო და მე გაპატიებთ თუ 20 ლარს ჩამერიცხავთ ქვემოთ მითითებულ ლინკზე. კოცნით მიყვარხართ, დავიშალეთ.